გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა გონების დაფა ეთერშია და მას წარმოგიდგენთ გია გიორგაძე და გოგა ჩანადირი. 3 მაისს ჩვენ ლეგენდარულ ქალბატონს ნონა გაფრინდაშვილს 85 წელი უსრულდება. გონების დაფა და ჭადრაკის კლუბის 64 დიდი სიყვარული და სითბოთი ულოცავს მას ამ იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართული ჭადრაკის და ჩვენი ქვეყნის ადიდებლად. ქალბატონი ნონა მახსოვს რომ ჭადრაკის კლუბის გახსნაზე ბრძანდებოდა, მან იცის ჩვენი კლუბის შესახებ და ამ განსაკუთრებული პატივი იყო მისი სტუმრობა ჩვენთან. უერთდები აი ამ მილოცვებს, რაღა უნდა ვთქვა 85 წლის გახდება ხვალ ქალბატონი ნონა და ჩვენზე მეტად მისი შედეგები ამბობს სათქმელს. 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი და ულოცავთ ასევე დიდი პატივისცემით მას დაბადების დღეს და კვლავ ბევრ წარმატებას და მედალს უსურვებთ. რა თქმა უნდა, გოგა, ჩვენ გვაქვს პატარა სიურპრიზი ქალბატონი ნონასათვის, ჩვენი გადაცემის სტუმრებმა, ცნობილმა ადამიანებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ჩაწერეს მილოცვები ქალბატონი ნონასადმი და ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს სიუჟეტი ვნახოთ. ძალიან გაუხარდება ქალბატონი ნონას ეს ამ მილოცვების მოსმენა, თანაც ბევრ მათგანს პირადად იცნობს. რა თქმა უნდა. ნონას სახელმა გადაწყვიტა ჩემი პროფესიული არჩევანი. დამწყებ მოჭადრაკეს წარუშლელ შტაბ-ეჭდილებად დამრჩა ნონას გამარჯვება საოცარი შეწირვების ფოიერვერკით, საქართველოს და თბილისის ვაჟთა ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრე ბლაგიძესთან მხედარი არხუთი ედლიევშვიდი. ამ შესანიშნავ წიგნში The World of Chess ქალებიდან მხოლოდ ნონას ფოტოა, რომელიც ინგლისში გადაღებული ნონას ფოტოა. ასეთი წარწერით ფიშერის მეგობარმა ენტონი სეიდმა ასეთი წარწერა გაუკეთა ამ ფოტოს. ქართველი ჩემპიონი უთუოდ შეძლებს უკუაგდოს ფიშერის მოსაზრება, რომ მხედრის გარეშე შეძლებს ნებისმიერ ქალ მოჭადრაკეს ეთამაშოს წარმატებით. ნონამ დაანგრია მითი, რომ ვაჟ დიდოსტატებთან წარმატებით თამაში შეუძლებელია და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ვაჟი დიდოსტატის წოდება მოიპოვა. ნონა და მე სხვადასხვაგვარად ვაფასებთ ცხოვრებას. ერთი რამ უტყუარია, ნონას ჩემპიონობა, შემოქმედება, მისი ბრძოლის უნარიანობა საჭადრაკო მსოფლიოს უნიკალური საგანძურია. მინდა ლეგენდარულ ჩემპიონს უსურვა ჯანმრთელობა და ისევ ასე ბრძოლის შინით ანთებულმა გააგრძელოს საყვარელი საქმე. ნონა გილოცავ საიუბილეო თარიღს, ვიცი სენიორთა ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადები, წარმატებები და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა. ნონა გილოცავთ დაბადების დღეს. იყავით მხნედ, ჭადრაკის თამაშის სურვილი არ დაგეკარგოთ და დიდხანს სიცოცხლეთ მიყვარხართ. ნონას მინდა გულთბილად მიულოცო დაბადების 85 წელი. ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდა ჯერ კიდევ აქტიურია სპორტის სამსახიობაში. მინდა უსურვო მას ხანგრძლივი სიცოცხლე და ბედნიერება. დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ღმერთობას და კიდევ მრავალი წელი ყოფილიყავით ყოველი ჩვენთაგანისათვის მაგალითის მიცემი. ნონა გაფრინდაშვილი დღესაც მომავალ წარმატებაზე ფიქრობს, ახალ გამარჯვებაზე ფიქრობს და მინდა მას მიულოცო დაბადების საიუბილეო თარიღი, მინდა უსურვოს ყოველივე საუკეთესო, თუმცა ერთი კია, სურვილებშიც პრობლემაა, რა შეიძლება უსურვოს ადამიანმა იმ დიდებულ ქალბატონს, რომლის სახელით უკვე დიდი ხანია ჩაწერილია უკვდავების წიაღში. ქალბატონო ნონა, მოგესალმებით. მინდა მოგილოცოთ დაბადებიდან 85 წელი. ეს სახელოვანი წლებია, მარტო თქვენთვისაც არა, მთელი საქართველოსთვის. თქვენ ხართ მაგალითი, კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ მოიპოვოს საზოგადოების დიდი სიყვარული, დიდი აღიარება. დიდება თქვენი ცხოვრების ყოველ დღეს მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა და დიდი სურვილი იმისა, რომ კიდევ არაერთი წელიწადი
დარჩეთ მაგალითად ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეულ სპორტსმენს, მინდა მიულოცო იუბილე, მინდა გისურვო, ჩემო ქალბატონო ნონა, სიმხნელე, სიყვარული, ჯანმრთელობა, რაც თავარია და მრავალი ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გახარება. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მაგალითს აძლევს ყველა თაობის ადამიანს. როგორი უნდა იყოს ქართველი პატრიოტი, როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო, თავის საქმე და ჩვენი ქართველი ხალხი. მადლობა რომ თქვენ ასეთი ბრძანდებით. მადლობა რომ ჩვენ კიდევ გვიმშვენებთ გვერდს. ნონა გაფრინდაშვილის ფანტასტიკურ სპორტულ მიღწევებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი შემოქმედების ესთეტიკური მხარეც. მან უამრავი ბრწყინვალე კომბინაცია განახორციელა ჭადრაკის დაფაზე ისეთი, როგორითაც ბევრი გამოჩენილი დიდოსტატი ვერ დაიკვეხნის. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ამ საოცარ ადამიანს, რომელსაც ამ დღეებში 85 წელი უსრულდება. დიდი სიყვარულით, დიდი მოძიწებით გილოცავთ ქალბატონო ნონა. ჩვენთვის აი იმერეთიდან და ზესტაფონიდან გამოგზავნილი მილოცვა და დალოცვა და ლოცვა ჩვენი ყოველთვის ყოფილიყოს თქვენთვის გზის გამკვალავი და დიდხან სიცოცხლის მანიშნებელი. კარგად დაუღალოს ქალბატონ ნონას. სრულიად ლეგენდარულ ქალბატონს, ქართული სპორტის კლასიკოს და არა მხოლოდ სპორტის ნონა გაფრინდაშვილს, რომლის სახელით რეალურად მთელი ჩემი ბავშვობის ეგუარი თამდევი იყო, ულოცავ იუბილეს, უსურვებ ჯანმრთელობას და საკუთარი ფიქრების და ოცნებების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას შესანიშნავად მოახერხებს. ქალბატონო ნონა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით, სპორტულ ჟურნალისტთა სახელით პატივია ჩემთვის მოგილოცოთ იუბილე. ხნეთი ყავით, ჯანმრთელად იყავით. ყოველთვის ვამაყობთ თქვენით. ძალიან დიდ პატივს ვსცემთ და ძალიან გვიყვარხართ. ქალბატონო ნონა, გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებები. ქალბატონო ნონა, გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარით, ჯანმრთელი და ბედნიერი. გისურვებთ დიდხან სიცოცხლეს, ჩემთვის პირადად ძალიან დიდი мотиваცია ხარ და ვისურვებდი თქვენნაირი წარმატებული გამოსულიყო. ქალბატონო ნონას ულოცავ დაბადების დღეს და უსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებები. გულდასრულ ჩვენს ყველაზე ტიტულოვან ქალბატონს, ქალბატონო ნონას მინდა მიულოცო იუბილე 80 წლის და ჯანმრთელობა პირველ რიგში ბევრჯერ შეხვედრებოდოთ ერთმანეთს. ჭადრაკის თამაში ბევრჯერ გაიმარჯვოს კიდე მსოფლიო ჩემპიონატში. ქალბატონო ნონა, გილოცავ დაბადების დღეს, მინდა გისურვოთ წარმატებები ჯანმრთელობა პირველ რიგში. ყველას გვიყვარხარ და გვიამაყება და მიხარია პირადად მეც და ჩვენ რო გიცნობთ. წარმატებები გისურვებთ. გილოცავთ. როგორი დიდი სიხარული და გულწრფელად ულოცავენ ხო ჩვენი ასე ვთქვათ სასიკადულო სპორტსმენები, ადამიანები, ასე ვთქვათ ქალბატონ ნონას 85 წლის იუბილეს მე მახსენდება 80 წლის იუბილე ფედერაციის პრეზიდენტი იყავით მაშინ და როგორი იუბილე გადაუხადა ჭადრაკის სასახლეში მახსოვს გაიხსნა დააფაც გარეთ ღია სივრცეში და აი ეს 75 წლის იუბილე იყო. ხო 10 წლის წინ მაშინ პანდემია იყო 80-ში და ვერ მართალია და ესე იგი ეს კიდევ ერთი დაფასება იყო ვარსკვლავის გახსნას გულისხმობს ზუსტად და ეს როგორი დაფასება იყო და კარგია რომ სიცოცხლეში ვაფასებთ უკვე ჩვენ სასიკადულო ადამიანებს ბარემ აქვე ვიტყვი რომ დღეს ქუთაისის ქალაქობა 2 მაისი ქუთაისის ქალაქის დღესასწაულია ქუთაისი დაკავშირებულია ასევე ჭადრაკთან, ჭადრაკო ლეგენდებთან, ერთ-ერთი ზუსტად ეს არის მაია ჩიბურდანიძე, რომელიც ასევე 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია, გია თავად თქვენ და არაერთი მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებაა გამართული ამ ქალაქში, ჩვენს წინა გადაცემაში თქონდა ამაზე ლაპარაკი და ქუთაისელებს, ქუთაის ამ შემთხვევაში ქალბატონ მაიასაც ულოცავ თავის მშობლიურ ქალაქის დღეს. რა თქმა უნდა, უერთებ ჩემი საყვარელის ქალაქისადმი მილოცვებს, მე მინდა ქუთაის და ქუთაისელებს უსურვო წარმატება და ყოფილიყვნენ იმ დიდი ტრადიციების გამგზელებლები, რომელიც ჩვენ ქალაქში არის და იქნება მე დარწმუნებული. არა მხოლოდ საჭადრაკო ტრადიციების. რა თქმა უნდა. იგივე ის ქუთაისობა სწორედ დაეფუძნა ქველმოქმედებას, დიდ ქველმოქმედებას, გვირილებს, რომელიც ასე ვთქვათ, სწორედ ადამიანებისთვის გაიმართა, ადამიანების გადასარჩენად და ის უკვე ნიშნავს, რომ ეს ტრადიციები უნდა გაგრძელდეს და არ დაიკარგოს და კიდევ ერთხელ ულოცავ ქუთაისელებს თავის ქალაქის დღეს.
გონების დაფის დღევანდელი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ემოციური ოქროს медаლი მოიპოვა. ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი ასანიძე არის ჩვენი სტუმარი, რომელმაც ეხლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო ჯილდო ძალოსნობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით გიორგის ამ ევროპის პირველობაზე არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა 8 медаლი მოიპოვა თვითონ კი წუხს დაამბობს რომ უფრო მეტი შეგვეძლო მაგრამ ეს აუცილებლად მისი აი თავდაუზოგავი შრომა არა მხოლოდ ოლიმპიური მედლის მომტანი იყო არამედ აი საქართველოს ნაკრების კიდევ უფრო მეტი მედლის მომტანი იქნება გილოცავთ გიორგი და დიდი მადლობა რომ გონების დაფის სტუმარი ხართ დიდი მადლობა თქვენ ყველა გულშემატკივარს ყველა მაყურებელს განსაკუთრებულია ჩემთვის ამ გადაცემაში მონაწილეობა ვინაიდან ჭადრაგი ძალიან მიყვარს და ჭადრაგი არ არის მარტო სპორტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში, რომელიც ადამიანის გონებრივ თუ ზნეობრივ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. გიორგი, 3 მაისს ჩვენს ლეგენდარულ ქალბატონს ნონა გაფრინდაშვილს 85 წელი უსრულდება. ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, ჩვენი გადაცემის სტუმრებმა და ცნობილმა ადამიანებმა მიულოცეს მას ეს იუბილე, თქვენ გაქვთ საშუალება ეხლა მიულოცოთ ეთერიდან და თან გაიცნოთ რაიმე საინტერესო ისტორია. აუცილებლად ვისარგებლობთ ამ შემთხვევით, ვინაიდან ქალბატონი ნონას ისტორია, ერთი ადამიანის ისტორია არ არის, ეს არის მთელი ქვეყნის ისტორია, რომელმაც დაამსხვრია მითები 10 წლეულების მანძილზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისათვის, ვინც იცნობს, ვისაც შეხება ქონია და მეც ქონია ეს ბედნიერება, პირველ რიგში მინდა ქალბატონმა მოგილოცოთ იუბილე. ძალიან დიდხანს იყავით, ძალიან ჯანმრთელად იყავი იმისათვის, რომ თქვენი ყველა დარიგება, ყველა შესმინება შეისმინოს როგორც სპორტსმენებმა, ისევე დანარჩენმა საქართველოს ვინაიდან თქვენ როგორც აღნიშნე 10 წლეულებია ხართ დედოფალი იმისა, რომ არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ ადამიანების კუთხით ყველა ადამიანს იყო მაგალითი და მე დარწმუნებული ვარ ესეც იქნება დიდხან ჯანმრთელობას თქვენ ოჯახთან ერთად სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ. ისტორია რა თქმა უნდა ისტორია ძალიან ბევრია პირველ რიგში მოდი ესე ვიტყოდი გავიხსენებ ძალიან რთული ისტორიას მაგრამ მნიშვნელოვანს ჩვენი ძალოსნებისათვის გავიხსენებ 94 წელს როდესაც კახი მოუწია ქვეყნიდან წასვლა ძალიან რთული იყო ნებისმიერი ხელმძღვანელი პირისთვის ეს გადაწყვეტილების მიღება მიუხედავად იმისა რომ შინაგანად ყველა წინააღმდეგი ვიყავით მისი წასვლის ასევე იქნებოდა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და ამ შემთხვევაში ქალბატონი ნონა მაგრამ როდესაც საქმეზე მივიდა მან ეს თანხმობა მისცა რამაც შემდეგ კიდევ კახის და მთელ ძალოსნობას აჩუქა მისი სახით სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კიდევ ვიძახი მიუხედავად რთული გადაწყვეტილებისა მან სპორტული კუთხით ეს ხარდაჭერა მაინც მიიღო ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა იმ დროისათვის რა თქმა უნდა მეც ძალიან ბევრი წლები და დღევანდელი დრომდანაც მაქვს ურთიერთობა და ეს არის გულწრფელი სიყვარული მისადმი და ყოველთვის გამოვხატავ რაც არ უნდა როგორც არ უნდა სიტუაციაში ვიყო გავიხსენებ არ მახსოვს ზუსტად რომელი წლის იუბილე იყო, მაგრამ ჩვენ ჭადრაგის სასახლეში, მისი სახელობის ჭადრაგის სასახლეში ერთხელ სეანსიც კი ჩაგვიტარა, მოდი ესე ვთქვათ, განსაკუთრებული მონდომებით ვიყავი ამ მოდი ესე ვთქვათ სეანსისათვის ვიცით რომ ძალიან ბევრი მოჭადრაკე ჩემი მეგობარია და გავდიოდი კონსულტაციებს, რაღაც ხლებს ვემზადებოდი, აი სრული ამ შემთხვევით ვემზადებოდი და რაღაც დონემდე უნდა მივსულიყავით ვინაიდან ქალბატონ ნონას ბევრი დრო არ ექნებოდა ჩვენ მოდი ესე ვთქვათ ვინაიდან სეანსი ბევრი თუ არ ვწდები 18 ადამიანთან მიდიოდა ხდებოდა და ერთი მომენტი იყო ისეთი რომ ძალიან მნიშვნელოვნად მოდის მომზადება დავიზეპირე რო იტყვიან რა თორე სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოხდებოდა ბუნებრივად და რომ გაიარა ერთი ანუ სამ სეანსის დროს უყურებს და მოდი ერთ სვლას ვითამაშებ კიდევ და თუ კიდევ სწორად ითამაშებ, მე შემოგთავაზებ. აჰა. გაიარა იქით რაღაც, თავისი საქმე, ისევე დაბრუნდა უკან და ყაიმს გთავაზობ. მე ვთქვი ქალბატონო, აი ზუსტად მაგას ველოდებოდი რა. აბა მე თქვენ მოგებაზე არც მიფიქრია და ესეთი ისტორიული შედეგი დავდე დააფასა იმ ჩემი ნამოღვაწარე რო იტყვიან შრომა ყოველთვის ფასდება და შრომა ყოველთვის ფასდება და ქალბატონას სწორედ ასეთი ადამიანები ყავს ვინც შრომას აფასებს და დიდი მადლობა კიდევ ყველაფრისათვის რასაც ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის გააკეთებთ და გიკეთებიათ
გიორგი, ესე იგი არა მარტო საქართველოს საქვეყნო ცნობილი სპორტსმენი ხარ, ხო, ძალოსანი და ბატონმა გიამ აღნიშნა კიდეც რომ არაერთი რეკორდის და მედლის მფლობელი ხარ და ეს მაინტერესებს. თუ დააკავშირებდი ჭადრაკს სპორტის შენ სახეობასთან, ძალოსნობასთან და ჩვენ ყავდა ბატონ გიას ყავდა არჩეულებრივი სტუმარი, რომელსაც ჩვენ კარგად იცნობ, ემზარ ზენაიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ჭადრაკიო ძალიან მივამგზავრებო ჩოგბურთს და ძალოსნობასო. ჩვენ მისი პასუხი ვიცით, მაგრამ შენ თუ დააკავშირებდი ძალოსნობას და ჭადრაკს. გიორგი, მე მინდა დავამატებ გოგას კითხვას, დავამატებ შემდეგ რაკურს, რომ აი როგორც ჭადრაკში არის. სხვადასხვა თავიდან მეგონა რომ ძალოსნობა არის ძალაზე. თუ გაგზალა აწია თუ არა და წათი სახში ხო, მაგრამ მე დავფიქრდი, როდესაც დავიწყე თქვენი გულშემატკივრობა, ოცო უყურებდი დიდ შეჯიბრებებს, ხო, დავწმუნდი რომ აქ არის სტრატეგია, ტაქტიკური სვლები, ფსიქოლოგია, კონცენტრაცია ჩართული. ანუ ყველა ის თვისება, რომელიც მოჭადრაკეს ჭირდება და შენი შეფასება როგორია, შენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით? მე აღვნიშნა რომ პირველ რიგში ჩვენი მწვრთნელი ბატონი ივანო გრიგოროვი ხშირად გვათამაშებდა ჭადრაკს და ეს იყო სწორედ მაკავშირებელი იმ გონებრივ განვითარებასთან, რომელიც უნდა გქონდეს სპორტსმენს. მოდი მე არ უყურებ ჭადრაკს როგორც ტაქტიკას, პოლონელებთანაც ეგრე იყო, ანუ. დიახ, სწორედ ესე იყო, ვისაც ესმოდა უჯერებდა, კი ბატონო, ესე იყო. არ უყურებ როგორც ტაქტიკას, უყურებ როგორც სტრატეგიული ცხოვრების ნაწილს და ბუნებრივია ნებისმიერი კომპონენტის არა მარტო სპორტისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ჭადრაკს აქვს საშუალება ადამიანს მისცეს ფიქრის უნარი. და სადაც ფიქრია, იქ უკვე ესე იგი ეს ყველასთვის გამოსადეგარია და რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია, ტაქტიკა, სტრატეგია ეს ძალოსნობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და თუ ადამიანი კარგად თამაშობს ჭადრაკს, მოდი ეს განვითარებული დონე უფრო კარგად და ვინაიდან ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებები გვიწევს და ისე ფორს-მაჟორში გვიწევს გადაწყვეტილებები, სწორედ ამ სხარტი გონებისთვის მე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც კი არის და მე სხვათა შორის არაერთი მოჭადრაკე კურსელი მყავდა და ფიზიკურად აქტივობა ეს მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, ვინაიდან მისი ფიზიკური აქტივობის შემდეგ დააღლა და მისი რეგენერაცია სწორად პირდაპირ კავშირშია გონებრივ სიძლიერესთან და აქედან დასკვდა. ათამაშოთ თუ არა თქვენი ნაკრების ძალოსნებს ჭადრაკს. ბატონ ემზართანაც თამაშია. კახია არაჩვეულებრივად თამაშობს. ვანო არც გარდაცვლილი ჩემი ძალიან კარგად თამაშობდა და ვერ ვიტყვი ახლა რომ როდესაც უგებდი სუფთა ჩემი მოგება იყო. შეიძლება ხანდახან მაგებინებდა კიდევაც იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კარგად თამაშობდა. აი გულწრფელად გეუბნებით რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და ეს ალბათ ბევრი ვთქვათ ხელმძღვანელსაც გამოუცდია თავის თავზე და როგორც ბატონ ემზარისაც ეთამაშებდა ხოლმე იმ დროინდელი ოლიმპიური კომიტეტის სხვადასხვა წევრებს ახლა ვერ შეკადრებდა ისეთ მაღალი რანგის მოდი ესე ვთქვათ გენიოს რომელიც კარბატონონა, თუმცა ეს კომუნიკაცია სულ იყო და ჩვენ სულ გვაძალებდა და სიმართლე გითხრა მეც ძალიან პატარა ვიყავ რომ ვისწავლე ჭადრაკი წერეთლების ოჯახის სხვათა შორის არ დამოვიწყდება ეს ოჯახი. წერეთლების. კი ბატონო, ესე მოხდა, ესე დაემთხო და პირველად რომ დავინახე, მე თქვი რა არის ეს 5 და ძალიან პატარა ვიყავ, 5 წლის ვიყავი და ვერ გავიგე რა იყო და მე ეს რაღაცა თითქოს თამაშობდი რაღაცა ეს ცხენი რაღაცა. თავზე ფიგურებს ისე თამაშობდი ბავშვები. ეს თემა იყო და მასშტაბად თქვა სხვათა შორის აი მსახიობი ქალბატონი იყო ეს ლეილა წერეთელი, რომელიც გარკვეულწილად ფილმებშიც იყო მისი ოჯახის ერთ-ერთმა შვილმა მე იმ დღიდან დიდი ისტორიაში ჩარჩა ჩემში და როცა რომ მქონა სულ თამაშობდი ნათლია ჩემიც სულ ესეთი კომბინატორი იყო უყვარდა ხოლმე ეს ჭადრაკი და ჩვენს ოჯახში ვერ ვიტყვი რომ წყარად არიან ჭადრაკზე შეიძლება არა ვარ დიდო სტატები და ვერ ვიქნებით ბუნებრივია მაგრამ სამოყვარულო დონეზე იმაზე რომ ჩვენი ჭია გავახაროთ ყველა ჩემი ბიძაშვილი ახლობელი თამაშობს და ეხლა სუჩავდივარ ხოლმე სოფელში ამ შემთხვევაში რაიონში ძალიან ხშირად თამაშობთ ვერ ვიტყვი რომ არ ვთამაშობ გიორგი რამე და შიდა სამზარეულოზე მინდა კითხო ესეთი რაღაცა უყურე შენ იყავი დიდი სპორტსმენი და ხარ დიდი მწვრთნელი ორივე გამოცდილი გაქვს რა მაინტერესებს ის აი როდესაც იგეგმება წონის აწევა თქვა ან რაღაცა იგეგმება გამოსვლა სპორტსმენის პიცარნაკზე ხო აი როდიდან დაიწყოს თქვა როდიდან შევიდეს ხო ლაშა ხანდახან შედიოდა გვიან ასაწევად მაინტერესებს ამ დროს
მწვრთნელი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, თუ მაინც კონსულტაციას გადის სპორტსმენთან, თუ სპორტსმენი უნდა იყოს კონცენტრირებული და მას ზედმეტი რაღაცა არ უნდა მიცე. რაც არ უნდა დიდი მწვრთნელი გავხდე, ან ვიყო, ან ასე შემდეგ, ყოველთვის მაინც როგორც სპორტსმენი ამ რანგით უყურებ და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჩემ ათლეტს და რა თქმა უნდა ეს კომუნიკაცია კულუარებში ყოველთვის არის ჯერ მათთან გავდივარ, მოდი ფსიქოლოგიურ ტესტის აღით თუ როგორ შეიძლება იყოს სავარაუდო უწონით კატეგორიებს ვეუბნებით, როგორ შეიძლება დაწყება, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც ვიღებ მეიდან საბოლოო ჯამში მწვრთნელმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც სპორტსმენისთვის იქნება ადეკვატური და მოდი ესე ვთქვათ, გამამხნევებელიც და იოლად დასაძლევი და ასე შემდეგ. აი პირდაპირ კავშირშია ჭადრაკთან, აი პირდაპირ კავშირშია იმ გათვლებთან, რომელიც უნდა კონდეს მწვრთნელს და მაგრამ საერთო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს მწვრთნელი. დაფასება ჩემ ათლეტებს, მაგრამ ჩემი мотиваცია რომ ჩემი სპორტსმენები იყვნენ წინ და აქედან გამომდინარე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო რომელიმე სიტუაციაში ეს არის მათთვის კეთილდღეობისთვის მომტანი. ჭადრაკი გამოგადგა ძალოსნობაში. რა თქმა უნდა. ასე რომ სულ მაგას ვამბობთ რომ ითამაშეთ ჭადრაკი იმისათვის რომ დაგეგმოთ ოლიმპიური ჩემპიონობა და არა მხოლოდ გოგონების დაფაზე ხელი არ მოვაწერიო გიორგის. მე მადლობა ჩემი ევროპის ჩემპიონატის შეფასებისთვის, რა თქმა უნდა ეს ევროპის ჩემპიონატი გავიარეთ დაჭრილ მდგომარეობაში არსებული პრობლემების გამო, თუმცა რაც არ ყოლავს გაძლიერებს და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ეს პრობლემა აღმოფრული იქნება მაღალ დონეზე და ჩემს ათლეტებს შეიძლება არა ასეთ შემთხვევაში, სადაც 6 მამაკაცის და 2 ქალბატონის медаლი იყო მოპოვებული, არამედ ის ტრადიციები, რომელიც ბევრჯერ ქონია, რომელიცაც მიჩვეულია ჩვენი გულშემატკივარი და არ ყოფილა შეჯიბრება, რომ 10-12 მედლით ასეთ ღონისძიებიდან დაბრუნებული ყავით, მაგრამ რასაო ცხოვრება ესეთია და გამოწვევებასაც უნდა თავი გავარდა. თან თავობათაც სულაც არის ხო პრინციპი. რა თქმა უნდა, ოლიმპიადის შემდეგ და ისეთი ათლეტის შემდეგ, რომელიც ლაშა ტალახაძეა, რომ ნაკრებში ამ შემთხვევაში არ არის და როგორც ხელმძღვანელის რანგშია, რთულია ილაპარაკო ისეთ წარმატებებზე, მაგრამ მადლობა ლაშას ჩატარებული ევროპის ჩემპიონატისათვის ეს იყო მისთვის პირველი ღონისძიება საერთაშორისო ასპარეზზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შეფასებას დღემდე არსებულ არც ჩემპიონატს, არც სოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატს არ ექნება და ამაში ხმათ ვარ დარწმუნებული და ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც იყო ჩართული განსაკუთრებით ჩემ ფედერაციას. დიდი მადლობა გიორგის სტუმრობისათვის, გონების დაფაზე გვინდა რომ თქვენ დაგვიტოვოთ თქვენი ხელმოწერა, თან რაღაც სურვილი და ჩვენთვის ეს იქნება ძალიან ლამაზი ისტორია. მე ვფიქრობ რომ თეთრ დაფაზე დავწერე მეიდან ყოველთვის სულა იწყება ეს გამჭირვალეობით და ესე იგი აქედან დასკვნა ჩვენს წინაშეა სოფლიოს, ევროპის ოლიმპიური ჩემპიონი, უამრავი რეკორდისა და ასე ვთქვათ მედლის მფლობელი გიორგი ასანიძე და პირდაპირ გვითხრა ითამაშეთ ჭადრაკი, გამოიყენეთ გონების დაფა იმისათვის რომ მართლა წარმატებული. კი და თქვენ დაგეგმოთ ბევრი ოქროს მედალი, ბევრი რეკორდი და გიორგის უთხრათ მადლობა აი სტუმრობისთვის და იმ სიკეთის წარმატებებისაც მან გააკეთა ქვეყნის სახელით და აკეთებს ახალაც. მოდი გოგა, ახალი ამბებიც მოუყვეთ ჩვენს ტელემაყურებლებს. ძალიან კარგი ახალი ამბავი გვაქვს ერთი. მადრიდში ჩვენი სახელოვანი თანამემამულის ელიზბარ რუბილავას სახელობის ტურნირი დაფუძნდა. ძალიან კარგი ტურნირი არის ერთ-ერთი უძველესმა კლუბმა, რომელიც მადრიდის მერიის მიერ არის აღიარებული, რომელიც 1927 წელს დაფუძნდა. მომავალ კი 100 წელი უსრულდება აი ამ კლუბს, კი. იქ ჩატარდა ელიზბარ რუბილავას სახელობის ტურნირი, რომელშიც რა თქმა უნდა მიწვეული იყო ბატონი ელიზბარი და ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მე მინდა მიულოცო ბატონ ელიზბარს ეს დაფუძნება მის სახელობის ტურნირის და მე დარწმუნებული ვარ, როგორც მასპინძლები ამბობენ, ეს იქნება ტრადიციული. იდეა იყო, რომ ის სახელი დარქმეოდა აი ტრადიციულ, აი ამ ძალიან საინტერესო კლუბს. მხატვარი ფარჯიანის იდეა იყო, სოფო ფარჯიანის იდეა იყო ეს, რომელიც არის კლუბის წევრი და რომელიც ისნობს ბატონ ელიზბარს და მართლაც კარგი იდეა შეთავაზა მან კლუბის დამფუძნებლებს და წარმოიდგინეთ რა კლუბს რომელსაც 100 წელი უსრულდება მომავალ წელს 2027 წელს უკვე ელიზბარ რუბილავას სახელს ატარებს. ელიზბარ რუბილავა კი იცით მართლა აი ცოცხალი ლეგენდაა ქართული ჭადრაკის და არა მარტო ქართული ჭადრაკის და ჩვენ გადაცემაში ყავდა სტუმრადაც
და მის შესახებ ინტერვიუ, რომელიც გია გიორგაძემ ჩაწერა, შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხზე, ჩვენს YouTube არხზე. დასრულდა აგრეთვე საქართველოს ჩემპიონატი 8-18 წლის ასაკის გოგონებს და ბიჭებს შორის. ეს არის როგორც ადრე აღვნიშნე, დათვალიერება ფაქტიურად იმ მომავალი ჩემპიონების და მოდი ძალიან დიდი სია არის და პირდაპირ გავაცნობ ჩვენს ტელემაყურებლებს შედეგებს. 8 წლამდე გოგონები მარიამ მიქაძე, პირველი ადგილი, ნატალი წულაია, ევა დოლიძე. 8 წლამდე ბიჭები: ანდრია სარია, ონისე ჩიტაია, ანდრია მამფორია. 10 წლამდე გოგონები: ლილე სვანაძე, ნია კვარაცხელია, სოფია ლიმარი. ბიჭები: დანიელ სვიტარიძე, ალექსანდრე ბერიშვილი, ლაზარე ქვაჩაკიძე. 12 წლამდე გოგონები: მარიამ რეხვიაშვილი, სალხთუციშვილი, ნინო შურღულაია. 12 წლამდე ბიჭები: ალექსანდრე ღონღაძე, ლუკას ახოკია, გიორგი წულაია. 14 წლამდე გოგონები: მარიამ გიორგაძე, თეა რუსიტაშვილი, ანასტასია ქუთათელაძე. 14 წლამდე ბიჭები: გაბრიელ გაბადაძე, ლუკა ქუნთელია, ანდრია ქრისტესიაშვილი. 16 წლამდე გოგონები: მარიამ კალანდაძე, თეკლა კოვაშვილი, ლიკა ჩხარტიშვილი. 16 წლამდე ბიჭები: ანდრია კვირიაშვილი, ერეკლე ტაბადაძე, ლუკა კიკალიშვილი. 18 წლამდე გოგონები: მარიამ გვათუა, ლულუ დიასამეძე, ნინო გუნია და 18 წლამდე ბიჭები: ნიკოლა შამათავა, გიორგი ბექაური და თენგიზ თოიძე. აი გავახსენოთ უთხრათ ჩვენს მაყურებელსაც სვანეთში რო ჩატარდა ტურნირი. კი, რა თქმა უნდა, სვანეთში და ჩატარდა ტურნირი. ეს კი არის ნამდვილად ჩვენი 5 წლის წინანდელი ამბავი საქართველოს კუთხეებში, რეგიონებში, ასე ვთქვათ, ჭადრაკის გამოცოცხლება და დაწყება და ეს სვანეთი ერთ-ერთი ამის ის არის. 140 ბავშვმა მიიღო გოგა მონაწილეობა. დიდი მასშტაბია სვანეთის პირობებში. მე ვფიქრობ, რომ აი მართლაც იმ შრომამ იმ ჩადებულმა მარცვალმა ეხლა გამოიღო ნაყოფი და ძალიან მიხარია რომ სვანეთში გაგანია პანდემიის დროს ესეთი საჭადრაკო აქტივობა არის. ტურნირი ჩატარდა ბეჩოს თემით და მესტიისა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით და ნამდვილად სასიხარულო არის რომ ესეთი აქტივობა იყო სვანეთში. ეხლა უკვე ჭადრაკის პარტიის დრო არის და რადგანაც ჩვენ დღევანდელი გადაცემა ფაქტიურად მიუძღვენით ჩვენს ლეგენდარულ ქალბატონს ნონა გაფრინდაშვილს, მე მინდა შევთავაზო ჩვენს ტელემაყურებლებს ორი მინიატურა ფაქტიურად, მაგრამ უკტავი პარტია, რომელიც ქალბატონ ნონას სახელს უკავშირდება და პირველი პარტია ეს არის მილუნკა ლაზარევიჩთან, ის იყო სერბეთის ამომავალი ვარსკვლავი, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი მოჭადრაკე, ძალიან სიმპათიური და კარგი ქალბატონი იყო და ის იყო ერთ-ერთი სერიოზული პრეტენდენტი მსოფლიო ჩემპიონობის მატჩზე და პარტია შემდეგნაირად განვითარდა. 61 წელს გათამაშდა სერბეთში ეს პარტია, ცოტა უსწორად დაიწყო მილუკა, მე-4 სვლა გააკეთა პირველი, C5 მხედარი F3, G6, E3, Q, G7, D3. აქ თეთრები ცდილობენ მოწინააღმდეგე დააბნიონ გოგა. ამიტომ რომ თამაშობენ ჰოლანდიურ დასვას, ოღონდ თეთრი ფერებით, ანუ შებრუნებული ფერებით, მაგრამ ნონა აგრძელებს თავის სტრატეგიას, ვითარდება E6, Q, E2, მხედარი E7, როქი, მხედარი C6 და E4. აი ამ სვლის შემდეგ ფაქტიურად გამოიკვეთა პოზიცია, რომელიც სიცილიური დასვის დახურული სისტემისას არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში ქალბატონ ნონას ფაქტიურად ყველა სვლა გაკეთებული, რომელიც ჭირდება ამ სისტემას და დროს არ დაუხარჯავს ზედმეტ, როგორც თეთრემა დახარჯეს E3 E4-ზე. D6, C3, როქი, Q3, ეტლი ბერვა. შავები უკვე ემზადებიან ლაზიერის გზაზე შესატევად, B5, B4 და ასე შემდეგ. ამიტომ თეთრები შეეცდებიან, თეთრებმა შეეცადენ ცენტრში გარღვევა გააკეთონ. D4 და რადგანაც უკვე თეთრი 3 პაიკი არის განლაგებული ცენტრში, ნონამ ტაქტიკური დარტყმა განახორციელა F5, რადგანაც საჭირო არის ამ პაიკების მორყევა. დაიწყო ცენტრისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა. E5, გაიცვალა CD, CD, მხედარი D5, Q C1, Q A6, G3, გაიცვალა DE, DE და B5. აი ფაქტიურად ორივე მოჭადრაკე თამაშობს თავისი გეგმის მიხედვით. შავები უტევენ ლაზიერის ფრთაზე, რადგანაც ცენტრი ასე თუ ისე ჩაიკეტა, მაგრამ თეთრები შეეცდებიან ცენტრის გარღვევას. მხედარი C3, ლაზიერი B6, მეფე G2, ეტლი D8, გაიცვალა D5-ზე, ეტლი D5, ლაზიერი B3, Q8, Q3, Q5, გაიცვალა C5-ზე, ეტლი D1, მხედარი E7, ეტლი AC1, ლაზიერი B6. ეტლი კლავს D5-ზე, მხედარი კლავს D5-ზე და ლაზიერი კლავს B5-ზე. აი თითქოს აქ შავებმა დაგარგეს პაიკი, იმიტომ რომ თუ ლაზიერი აიღებს B5-ზე და Q აიღებს B5-ზე,
ეტლით ვერ იღებ ბეხუზე, რადგან ეტლით ცერვაა და ფაქტიურად პაიკი ნაკლები აქვს შავებს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ნონა მიდიოდა სპეციალურად წინასწარ მომზადებულ ტაქტიკურ შეწირვაზე, მან ითამაშა ლაზერი S3 სვლა. აი მინდა მიაქციონ ჩვენო ტელემოყრუნო ყურადღება, ნონა უტოებს ეტლს ბერვაზე ასაყრლანად, მაგრამ თავარი მისი იდეა არის, რომ შეუტიოს მეფეს. ლაზერი ბერვა, ლაზერი კლავს E2-ზე, მეფე H3 და ნუ აქ არ ვიცი, გენიალური მარშრუტი მეფის დაიწყო, მეფე G7, თუმცა მანამდე უნდა თქვა, რომ თეთრებს შავებს შეეძლოთ აქ თქვა ყაიმი გააკეთებინა, ხედარი F4, მეფე H4, ეხლა მეფე G7, ეტლი C7, მეფე H6, ეტლი კლავს H7-ზე, მეფე კლავს H7-ზე, ლაზერი C7, მეფე H6, ლაზერი D8 და აქ ნახეთ ძალიან საინტერესო ყაიმიანი, ხედარი G2 ქიში, მეფე H3, ხედარი F4 ქიში. ნუ ვერ იღებს ხედარს G პაიკი, რადგანაც ლაზერი F3 შემდეგ შამათია და ვალდებული არიან გაიმეორონ სულები და გამოდის ყაიმი. მაგრამ ნონამ რატუნდა ყაიმი, ნონა თამაშობს მარტო მოგებაზე, ხო? და გენიალური მარშრუტი მეფის, მეფე G7, ლაზერი H7, მეფე H6, ნახე? მეფე ვაჟკაცურად მიდის ბრძოლაში ჩაება, ჯერ კიდევ ლაზერები დაფაზია, ლაზერი A3 და კიდევ ერთი გენიალური სვლა მეფე H5. პირდაპირ მეფეს ზღუდავს თეთრები, შავი მეფე ზღუდავს თეთრების მეფეს და საშამათო მუქარის ქსელში ახლავს მას. ეტლი 1, ლაზერი F2, ლაზერი D3, კიდევ ერთი ტაქტიკური დარტყმა Q6, რომლის შემდეგ პარტია ფაქტიურად მოგებული არის, რადგანაც არ შეიძლება ლაზერი კლავს A6-ზე, იმიტომ რომ ხედარი F4 არის, G-ზე ლაზერი F3 ძალიან ელეგანტური შამათი არის. ლაზერი D1-ზე კიდე მოვიდა ხედარი S3, ეტლი S3 და F1 გამოვიდა შამათი. სხვა შორის ეს პოზიცია, გოგა, ეს პოზიცია საფინალო პოზიცია არის აღბეჭდილი იმ საჩუქარზე, რომლებიც ესტაფონელმა ძმებმა გაუკეთეს ქალბატონ ნონას. ეს არის ეს პოზიცია. ეს ფინალური პოზიცია ძალიან ლამაზი არის. მე მინდა სწრაფად შევთავაზო მეორე პარტიას, რომელიც ქალბატონ ნონამ ითამაშა. ეს უკტავი პარტია არის სერვერტი რუდოლფთან დორტმუნდში 1974 წელს. ქალბატონ ნონა არის თეთრებით E4, C5, მხედარი F3, მხედარი C6, D4, CD, მხედარი კლავს D4-ზე G6, C4. დრაკონის ვარიანტი არის Q7, Q3, მხედარი F6, მხედარი C3, მხედარი G4, გაიცვალა მხედრები ლაზერი D1, E5, მხედარი B5, როქი, Q2 და ლაზერი H4. აი ნახეთ აქ თეთრებს შეეძლოთ უბრალოდ Q3 მოსულიყვნენ და ნუ არაფერი ისეთი არ ხდება, დაფაზე საინტერესო პოზიცია არის. ცოტა უპირატესობა ექნებოდა თეთრებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ პოზიციაზე, როდესაც ნონამ მხედარი D4 მოკლა, ის ხედავდა ამ გენიალურ კომბინაციას, რომელიც შემდეგ გამოვიდა პარტიაში. რადგანაც მხედარი D4, ED შემდეგ Q4, ლაზერი E4, ეხლა უკვე უკან დასახევი გზა არ არის. თუ ეს კომბინაცია არ გადის, რომელიც ქალბატონ ნონამ ჩაიფიქრა, მაშინ შავის უპირატესობა აქვს, მაგრამ ნახეთ რა გენიალური კომბინაციაა. კუკლავს G7-ზე, ლაზერი კლავს G2-ზე. თითქოს რა, თუ ეტლი გაიწევა F1-ზე, მეფე G7 და შავებს ზედმეტი პაიკი და უკეთესი პოზიცია აქვს, მაგრამ აქ იწყება გენიალური კომბინაცია. ლაზერი D4. ნახეთ? ორი ეტლი უნდა შეწიროს ქალბატონ ნონამ, ლაზერი კლავს H1-ზე, მეფე D2, ლაზერი კლავს A1-ზე. ეს შეიძლება ასე თუ ისე დაინახო, მაგრამ ეხლა რასვაც მოვიდა თავში ქალბატონ ნონას, ეს არის წარმოუდგენელი. ორი ეტლის შეწირის შემდეგ ძალიან წნარი სვლა ლაზერი F6 და ირკვევა რომ თურმე შავის პოზიცია არის წაგებული. ცოტა პარტია ესე გაგრძელდა, ლაზერი კლავს A2-ზე, Q6, ლაზერი A5 ქიში. ნუ აქ სიზუსტე იყო საჭირო იმისათვის რომ თეთრი მეფე თუ დაიმალება, გამოვალი შამათი არის და ესე შეიძლება გაგრძელებულიყო პარტია. მეფე D1, ლაზერი A1, მეფე C2, ლაზერი A4, მეფე B1 და всё, აღარ არის. ქიშები აღარ არის, დამთავრდა შავის მეფეზე გამოვალი შამათი აქვს. აი ეს არის მართლაც ნონასებური შეტევა და გენიალური კომბინაცია. ძალიან ლამაზი პარტია. კი, ძალიან ლამაზი პარტია და კიდევ მინდა შევთავაზო ამოსახსნელად პოზიცია, ისევ და ისევ ქალბატონ ნონას შემოქმედებიდან, რომელიც მან თბილისში ითამაშა, მაგრამ არ დავასახელებ გვარს, ვისანი ითამაშა, რადგანაც მინდა რომ ჩვენო მოჭა გვაყურებლებმა ეს დამოუკიდებლად ამოხსნან. აი ესეთი პოზიცია არის წარმოდგენილი დაფაზე. სვლა არის თეთრებით, თხოვთ, დაფიქრდეთ და გააგრძელოთ შეტევა, როგორც უყვარდა ნონას შეტევა. საინტერესოა. და ვინც გამოიცნობს და სწორ პასუხს გამოგვიგზავნის, ისინი კიდე მოასწრებენ 3 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას, 3 მაისს კი ჭადრაკის კლუბ 64-ში გაიმართება
ნონას იუბილესადმი მიზღვრილი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში, რომელშიც უკვე გამოგვეხმაურნენ ძალიან ბევრი ჩვენი კონკურსის გამარჯვებულები, კლუბის წევრები და აი ამ პოზიციის სამუხსნელსაც აქვს შანსი რომ მოხვდეს ამ ტურნირში. ეხლა კი ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის, გოგა, მე ვფიქრობ რომ დადგა ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე ქართველი ქალების საქართველოს სახელით ასპარეზობაზე უნდა მოუყვეთ ისტორია ჩვენს ტელემაყურებლებს და გისმენთ. ხო, ისტორია კი ეს ტრიუმფალური ისტორია გრძელდება, უკვე მე-16 ოლიმპიადა 1994 წელს იმართება ქალაქ მოსკოვში და ქალთა ნაკრებმა ბრწყინვალით იასპარეზა, აქ უკვე ნონა გაფრინდაშვილის ადგილი ქეთევან არახამიამ დაიკავა და გუნდის შემადგენლობა არის ასეთი მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი, ქეთევან არახამია და ნინო იოსელიანი, ნანა იოსელიანი და ჩვენმა გუნდმა მოკლედ აი არაჩვეულებრივი შედეგით დაიკავა პირველი ადგილი და მერა მენჩიკის თასი ჩამოიტანა თბილისში და ყველაზე თავი რაც მოხდა აქ კრემლში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. დიდება. და აი ეს კი აქვე ბარემ ვიტყვი რომ ამავე დროს მონაწილეობდა ვაშთან ნაკრებიც, რომელიც შეინარჩუნა ათეულში ადგილი, მერვე ადგილი დაიკავა. ძალიან საინტერესო პერიპეტიები იყო, ერთ-ერთი სწორედ ამ ნაკრებს თქვენ წარმოადგენთ, თქვენთან ერთად იყო ზურა სტურვა, ზურა აზმაიფარაშვილი, გენად ზაიჩიკი, ლაშა ჯანჯღავა ხუჩა სუპატაშვილი და აი ეს პერიპეტიები ვიდრე გადაცემას დავასრულეთ, გითხარით რა მოხდა და ეს მერვე ადგილი იყო თუ არა იმ პერიოდისთვის თქვენთვის წარმატება. ჩვენ ყოველთვის აი ესეთი ამბიცია გვქონდა გოგა, მიუხედავად იმისა, რომ არც ცნელი ყავდა ჩვენი პერიოდში და არც შეკრებოდა რა ვიცი, დამატებითი რაღაც ბონუსები, მაგრამ გქონდა ამბიცია ყოველთვის ჩვენ ნაკრებს, რომ აუცილებლად სამეულისთვის უნდა გვებრძოლა. და ძალიან ახლოს ვიყავით ყოველთვის ამ სამეულთან, მაგრამ აი რატომღაც რაღაცა ბარიერი წინ გვიშლიდა ხელს, ხან ფორტუნა არ იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ჩვენ ათეულში უნდა მოხვედრილიყავით, ამაზე საუბარი არ იყო. ხო, რაღაცნაირად ეს ქალების ჭრდილი. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ყველანი კონცენტრირებული ვიყავით ქალების წარმატებაზე და ძალიან სასიხარულო არ მართლაც როგორც შენ თქვი მოსკოვში, კრემლში გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ამით ყველანი ბედნიერები ვიყავით და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დიდი გახარება და წარმატება ჩვენი ქართული ჭადრაკის. ჩვენ უკვე რა მოხდა ერევნის ოლიმპიადაზე, ამას შემდეგ გადაცემაში დავუბრუნდებით. დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. გონების დაფა გემშვიდობებად, გვიყურეთ ასევე Silk Sport 2-ზე, Silk Sport 3-ზე და ჩვენს YouTube არხზე და კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემა დიდი სიხარულით ნონა გაფრინდაშვილს ულოცავს იუბილეს 85 წლის თავს. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.